საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს ბარტას მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი ბარტას კომიტეტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის დაინტერესებულ მხარეთა ფონდის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ღონისძიების მხარდამჭერები მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არიან. ბარტას კონკურსი უკვე რამდენიმე წელია ჩვენს ქვეყანაში იმართება და დამკვიდრდა როგორც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. თუ რა არის ბარტას მთავარი მიზანი და რა გავლენა აქვს მას საქართველოს კორპორაციული სექტორის განვითარებაზე, მათ შორის კაპიტალის ბაზრის მიმართულებითაც, რა სიახლეები იყო ბარტა 2025 წელს, რა ფორმატში ჩატარდა კონკურსი და რამდენად არის გაზრდილი კომპანიების დაინტერესების მასშტაბი. ვრცლად ეკატერინე მიქაბაძესთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ხალბატონო ეკატერინე, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორც აღნიშნეთ, ბარტა უკვე მეშვიდედ გაიმართა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნეს გარემოს შექმნისთვის. სანამ უშუალოდ წლევანდელ კონკურსზე და სიახლეებზე ვისაუბრებთ, საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ, თუ რა მიზანს ემსახურება ბარტა და ასევე მნიშვნელოვანია კორპორატიული სექტორის განვითარებაზე, რა გავლენა აქვს მას ამ 7 წლიან პერიოდში. მადლობა, პირველ რიგში დილამშვიდობის მივესალმები თქვენს მაყურებელს. მართლაც ბარტა უკვე მეშვიდედ გაიმართა. ეს როგორც ეს უკვე აღარ არის კონკურსი, გადაიქცლა პლატფორმად, სადაც უკვე იკვეთება თანამედროვე სტანდარტები, პასუხისმგებლიანი ბიზნესი და მდგრადი გარემო. რა თქმა უნდა, ბარტას კონკურსი არის საფუძველი პლატფორმა, სადაც კომპანიები წარმოადგენენ თავის მიღწეულ პროგრესს კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დაფუძნების მიმართულებით, მათ შეუძლიათ წარმოაჩინონ თავისი თავი, ზოგადად გამჭვირვალე პასუხისმგებლიანი ანგარიშგება, ეს არის საფუძველი თანამედროვე ნდობით აღჭურვილი კორპორაციული პრაქტიკისთვის. ეს პირველ რიგში მდგრად ზრდას უწყობს ეკონომიკის მდგრად დასხელს და უმნიშვნელოვანესია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, რადგან კაპიტალის ბაზარი სწორედ ნდობის საფუძველზე ვითარდება. ნდობა არის ის მთავარი, რასაც ინვესტორები ეყრდნობიან და შესაბამისად ეს უმნიშვნელოვანესია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. კი ბატონო, ვისაუბროთ უშუალოდ ბარტა 2025-ზე, საინტერესოა რა სიახლეები იყო წელს, ასევე რამდენად აქტიურები იყვნენ კომპანიები და როგორი იყო შეფასების კრიტერიუმები მათი. მოგახსენებთ, ბარტა 2025 უკვე დამკვიდრებული შეფასების მეთოდოლოგიით გაიმართა, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შეფასდა 3 კატეგორიაში კომპანიები, ეს არის მსხვილი საფინანსო კომპანიები, მსხვილი არასაფინანსო კომპანიები და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. თითოეულ ნომინაციაში 3 სახის ჯილდო გადაიცა, ეს არის საპატიო ჯილდო, საუკეთესო მდგრადობის ანგარიში და რა თქმა უნდა თავად კატეგორიის გამარჯვებული. საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო. მთავარი სიახლე მაინც უკვე ორგანიზაციული თვალსაზრისით ის იყო, რომ კონკურსი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 7 წლის წინ და მისი ზოგადად საქართველოში დამკვიდრება მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის დახმარებით მოხდა. წელს უკვე ძალიან აქტიურად ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუცია, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკი, სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური, რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, ჩვენი
ერთობლივი ძალისხმევით მოხდა კონკურსის ორგანიზება და გარკვეულწილად ამას უფრო მნიშვნელოვანი ინსტიტუციური განვითარების ეტაპზე გადავიდა ბარტას კონკურსი. საკმაოდ მაღალი იყო აქტივობა, 23 კომპანიამ წარმოადგინა თავისი ანგარიშგება, როგორც მოგახსენეთ, დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასა, კომპანიები უკვე ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის მიხედვით საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობა განიხილა, მმართველობის საუკეთესო ანგარიში გამოავლინა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადობის მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური იქნება არაფინანსური თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი კომპანიების მიმართება მდგრადობასთან დაკავშირებით მათი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება გამჭვირვალედ. ხალხტონი ეკეთებინა თქვენ აღნიშნეთ, რომ სწორედ გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნეს გარემო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ინვესტორების დაინტერესებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად რომ ვთქვათ, აი ამ 7 წლიან პერიოდში უკვე დაგენერირებული შედეგები რას აჩვენებს და უფრო მეტად გრძელვადი ამ პერსპექტივაში კომპანიებისთვის და არა ვთქვათ გლობალურად რომ შევხედოთ ქვეყნისთვის, რა მოაქვს მსგავს ჯილდოს, რომელიც ასოცირდება ნდობასთან? კარგი კითხვა, როგორც უკვე აღინიშნა, ნდობა არის ის მთავარი საფუძველი, რაც ინვესტორების და დაინტერესებული მხარეებისთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ნდობის საფუძველზე ყალიბდება ურთიერთობა კომპანიასა და ინვესტორებს შორის. თავად კომპანიისთვის, რა თქმა უნდა, საუკეთესო ანგარიშგება არის იმის წარმოჩენის საშუალება, რომ მას აქვს გამართული ბიზნეს სტრატეგია, გამართული ბიზნეს გეგმა, მისი სამომავლო ხედვები შინაარსობრივად გამართულად არის წარმოდგენილი ანგარიში, წარმოჩენილია რისკები, შესაბამისად საზოგადოებას აქვს სრულყოფილი გამჭვირვალე ინფორმაცია კომპანიის შესახებ, სწორედ ეს არის ხანგრძლივი გრძელვადიანი ურთიერთობის საფუძველი. მართლაც რთული იქნება მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა, თუმცა სწორედ ამ რეფორმის ანგარიში ვალდებულების გაზრდის რეფორმის შემდგომ კაპიტალის ბაზარმა საკმაოდ დიდი დაგანიცა და მაღალი დაგანიცა და საქართველოში ათეულობით და უფრო მეტჯერ არის გაზრდილი ბაზრის ზომა, შესაბამისად ეს ნდობის საფუძველი, რომელიც სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ზედამხედველის თვალსაზრისით, როდესაც ანგარიშგება საუკეთესო სტანდარტის მიხედვით არის შესრულებული, გამჟღავნებული, ეს რა თქმა უნდა ზედამხედველობის კონტექსტშიც გვეხმარება. შესაბამისად ეს არის სრულყოფილი ბაზარი უკვე, რომელზეც ინვესტორს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს სანდო, გამჭვირვალე და შესაბამისად ეს ურთიერთობა უკვე ჯანსაღ ნდობით აღჭურვილ ფორმატში გადადის. როგორც პროცესი, ასევე გადაწყვეტილების მიღების სიმარტივესაც უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, სრულყოფილი, გამჭვირვალე, თანამედროვე სტანდარტებით, შინაარსობრივად ადვილად აღსაქმელი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ეხმარება ინვესტორს გადაწყვეტილების მიღებაში და კომპანიისადმი ნდობის ზრდაში, რაც უკვე შემდგომ მას კომერციულ გადაწყვეტილებას მიაღებინებს. დარწმუნებული ვარ, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება მივაწოდეთ მათ ინფორმაცია თუ რას უნდა მოიცავდეს წლიური ანგარიში იმისათვის, რომ კომპანია მის ბარტას კონკურსზე წარადგინოს და ასევე რა არის ის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რაც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი იმისათვის, რომ საპრიზო ადგილი დაიკავონ მათ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის წლიური ანგარიში, რომელიც ფინანსური იქნება ეს თუ არაფინანსური ნაწილი უნდა იყოს შესრულებული სტანდარტების მიხედვით. მასში გამჭვირვალედ შინაარსობრივად გამართულ ფორმაში უნდა იყოს გადმოცემული როგორც ფინანსური ნაწილი, ასევე არაფინანსური ნაწილი. მნიშვნელოვანია, რომ მმართველობითი ანგარიში სულ შესაბამისობაში უნდა იყოს კორპორაციული მართვის კოდექსთან და ამ კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
უზრუნველყოფა მოხდეს, ამის გამჭვირვალედ და შინაარსობრივად გამართულად გამოხატვა და ასევე კომპანიას დეტალურად ჰქონდეს გაწერილი უკვე ეს მდგრადობის მიმართულებით მისი გარემოსდაცვითი, სოციალური მმართველობითი პასუხისმგებლობები, ამ პასუხისმგებლობების კავშირი მის ბიზნეს გეგმებთან და მისი გრძელვადიანი ხედვა ბიზნეს განვითარების მიმართულებით. კი ბატონო და რაც შეეხება წლევანდელ ღონისძიებას, ბარტას დაჯილდოების ღონისძიებაზე პანელური დისკუსიაც გაიმართა. საინტერესო იქნება გავამჟღავნოთ ის აქცენტები, რაც დაისვა კონკრეტულად წელს. მოგახსენებთ პანელურ დისკუსიაზე განვიხილეთ სწორედ კორპორაციული მართვის კოდექსის და მდგრადობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა 2021 წელს ამოქმედ და კონკრეტულად ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი და ეხლა არის პირველი უკვე მეორე წელი, როდესაც ჩვენ ამ ანგარიშგებებს ვაფასებთ, შესაბამისად არსებული გამოწვევები განვიხილეთ, გარდა ამისა მდგრადობის მიმართულებით ანგარიშების გების სტანდარტების მიმართულებით მოსალოდნელი რეფორმები და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე კომპანიებმა, რომლებიც უკვე წლებია იღებენ მონაწილეობას, მათი პროგრესის სახეზეა, მათთვის მიღებული სარგებელიც ასევე სახეზეა, მათ დეტალურად ისაუბრეს თუ რა სარგებელი მოუტანა მათ განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდში ბარტას კონკურსმა და ზოგადად ბარტას კონკურსიდან გამომდინარე იმ მთავარმა მიზანმა, რაც არის გამართული ანგარიშგება, გამჭვირვალეობა და ამისგან მიღებული სარგებელი. კი ბატონო და ბოლოსკენ უკვე მოდით ჯერ ადრეა მართალია, მაგრამ უთხრათ კომპანიებს თუ რატომ უნდა მიიღონ ბარტას კონკურსში მონაწილეობა მათ. ბარტას კონკურსში მონაწილეობა, როგორც აღნიშნე, არის უმნიშვნელოვანესი იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც მათ შეუძლიათ წარმოაჩინონ თავისი პროგრესი ანგარიშგების მიმართულებით, გამჭვირვალედ, გამართულად ამცნობონ საზოგადოებას თავისი ბიზნეს გეგმების, თავისი ფინანსური მდგომარეობის, თავისი მმართველობის მოწყობის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერაქციული კონკურსია, სადაც მათ შეუძლიათ კომპეტენტური აზრის გაგება უკვე ჟიურის წევრებისგანაც. შესაბამისად, ეს არის საშუალება, სადაც მათ პროგრესი შეუძლიათ წარმოაჩინონ და ამავე დროს მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი ფიდბექი თავისი ანგარიშგების შესახებ. რაც მათ ალბათ მდგრად ოპერირებაშიც აუცილებლად ეხმარება თუ სრულად პროცესში. გრძელვადიანი სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესოდ მოწოდებისთვის, ინფორმაციის ბარტასთან დაკავშირებით, დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებას და უკვე მომავალ წელს კომპანიებს, რომლებიც ბარტაში მიიღებენ მონაწილეობას და იმედია მათი რიცხვი გაიზრდება უკვე მომავალი წლისთვის, დაგემშვიდობებით. ეკატერინე მიქაბაძე, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ბარტას კონკურსზე.